თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული ჩორჩანას საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა იმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ. დაცვის მხარის თქმით, გიორგი გახარიას მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია და პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. თავად გახარიამ საქართველოს რამდენიმე თვის წინ დატოვა და ამჟამად გერმანიაში იმყოფება. პროკურატურის თქმით, გახარიას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. შედეგად ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ იზარალა. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. გახარია ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთადერთი ხელშესახები, რაც თითქოს წარმოადგენს საქმეში და დაამატეს მტკიცებულება და ამ ორი თვის განმავლობაში არის საგამოძიებო კომისიის, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად არის დევნის ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ. საქმეში წარმოდგენილია, წარმოიდგინეთ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის ცხინვალის მარიონეტული წარმომადგენლობის რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სტატია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დარღვეულია გიორგი გახარიას დაცვის უფლება, იმიტომ რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა მტკიცებულებების მოპოვების უფლება.